2008 წლის აგვისტოა. ერგნეთის მისადგომებთან საქართველოს მიწა-წყალს თანამებრძოლებთან ერთად იცავს უშანგი, შმაგი სოფრომაძე. საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის ჯავშანს სატანკო ბატალიონის უმცროსი სერჟანტი და ტანკის მეთაური. შმაგი საკუთარი ტანკის დაზიანების მიუხედავად უარს ამბობს ბრძოლის ველის დატოვებაზე და დაჭრილი მეომრები გამოჰყავს ბრძოლის ველიდან. ერთ-ერთი ბოლო დაჭრილი 100 მეთაურია. თანამებრძოლების თხოვნის მიუხედავად, ისევ ტყეში სხვა დაჭრილების საშველად ბრუნდება. უთანასწორო ბრძოლაში რუსი ოკუპანტების ტყვეობაში ვარდება. ოკუპანტები სასტიკად ეპყრობიან, აწამებენ, საქართველოს სახელმწიფო დროშის ფეხით გათევლას აიძულებენ, თუმცა შმაგის შეუვალია. მისთვის დროშა წმინდად წმინდაა, სიცოცხლეზე ძვირფასია. მტკიცე-უარით გაწბილებული ოკუპანტები ადგილზე ხვრეტენ ქვეყნისთვის გულანთებულ მებრძოლს. გვახსოვდეს საქართველოს გმირები.